მოგესალმებით. დღეს მინდა გაჩვენოთ ელექტრონული ჟურნალის ფუნქცია, რომელიც სავარაუდოდ კლასის ხელმძღვანელმა იციან. ეს იქნება თქვენთვის ძალიან გამოსაყენებელი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. დღევანდელ ვიდეოში შემოგთავაზებთ თუ როგორ ვნახოთ სხვადასხვა სახის მონაცემები. კონკრეტულად მოსწავლის ნიშნების სხვა საგნებში: სემესტრული, წლიური, იმდინარე, გაცდენების რაოდენობა და ასე შემდეგ. დავიწყოთ. შევიდეთ ელექტრონულ ჟურნალში. იმისათვის, რომ ვნახოთ ჩვენი რომელიმე მოსწავლის ნიშნები, დავაწყაბოთ ღილაკს მონაცემები. განვიხილოთ თითოეული მათგანი. გაცდენების დეტალური რეპორტი. თუ ამ ღილაკზე დავაწყაბებთ, ჩვენ შეგვეძლება კლასის არჩევა, სასწავლო წლის არჩევა, მოსწავლის არჩევა, საგნის არჩევა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ყველა საგანი ავირჩიოთ. როგორც ხედავთ, ეკრანზე გამოვიდა კონკრეტული კლასის მოსწავლეების გაცდენები ყველა საგანში. თუ ჩვენ ჩავსკროლავთ, ლიფტით დაბლა თუ ჩავალთ, შეგვეძლება ვნახოთ კლასის სხვა მოსწავლეების გაცდენებიც. დავბრუნდეთ უკან და გადავიდეთ შეფასების დეტალურ რეპორტზე. შეგვიძლია ავირჩიოთ აქაც კლასი, წელი, მოსწავლე, საგანი, ყველა ან ერთი რომელიმე. და ვნახავთ მოსწავლის ნიშნებს. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მოსწავლის ჯამური შეფასების რეპორტი. ამისათვის გადავიდეთ ამ ფანჯარაზე, ჯამური შეფასების რეპორტზე, ავირჩიოთ კლასი, შეფასების ტიპი, ავირჩიოთ დაუშვათ სემესტრული შეფასება, მეორე სემესტრი, ავირჩიოთ კონკრეტულად ერთი რომელიმე მოსწავლე, საგანი, დავუშვათ ყველა და ვნახოთ. როგორც ხედავთ, გამოვიდა ყველა საგნის ნიშანი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გინდათ მოსწავლის შეფასებები შეინახოთ, გადაუგზავნოთ მშობელს, ან ამობეჭდოთ, უნდა დააწყაბოთ ამ ღილაკს. ამ ღილაკზე დაწყაბების შედეგად მოსწავლის შეფასებების ფაილი ჩამოიტვირთება თქვენი კომპიუტერის დესკტოპზე Excel ფაილის სახით. გავხსნათ ეს ფაილი. თქვენ შეგიძლიათ ფაილი ამობეჭდოთ, ან გადაუგზავნოთ ამ სახითაც მშობელს. როგორც ნახეთ, ჯამური შეფასების რეპორტის სახით ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მოსწავლის შეფასებები არა მხოლოდ ჩვენ საგანში, არამედ ყველა დანარჩენ საგანშიც. ჩამოვტვირთოთ ის, გავუზიაროთ მშობელს, ან ამოუბეჭდოთ. მადლობა ყურადღებისათვის, წარმატებებს გისურვებთ.